აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 2004 წელს დაბადებულთა შორის ნიას ძიაშპას სახელობის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი სექტემბრის თვეში დაიწყო და ივნისში დასრულდა. ამ ჩემპიონატში მონაწილეობენ აღმოსავლეთ საქართველოს გუნდები და ჩემპიონატების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში არის ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელების სახელობის. ეს არის ბასა ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია. მათ შორის იყო 2004 წელს დაბადებულებს შორის ნიაზ ძიაშპას სახელობის ჩემპიონატი. ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვიფიქრობთ, რომ ამ ბავშვებისგან კარგი ფეხბურთელები დადგება. ჩატარდა ტურნირი მამაჩემის სახელობის, ესე იგი აფხაზეთის ჩემპიონატი დაარქვეს და დღეს არის დაჯილდოების ცერემონია და მივიღე მონაწილეობა ამ ძალიან ლამაზ ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, ემოციები დიდია, ბავშვებმა აიღეს პირველი ადგილი, გახარებულები არიან, გახარებულები ვართ ჩვენ, გახარებულები არიან მშობლები და გახარებულია სულ ყველა ამ პირველი ადგილით. ულოცავ ბავშვებს და მრავალჯერ და ბევრჯერ გაემარჯვებინოთ აიღოთ პირველი ადგილი. შაშანაც ავიღეთ პირველი ადგილი და გვინდა რომ მომავალწელს კიდევ პირველი ადგილი ავიღოთ. მონაწილეობა 16-მდე გუნდმა მიიღო და გამარჯვებულიც გამოვლინდა. პირველი ადგილი ერგო საფეხბურთო სკოლა აფხაზეთის ბასას ფეხბურთელებს. მეორე დაიკავა გუნდმა აფხაზეთი 2004, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები ნორჩი დინამოს ფეხბურთელი ბავშვები გახდნენ. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, წაგებებიც ჰქონდა, მოგებებიც და მივახტიეთ პირველ ადგილს. მომავალშიც ვაპირებთ ამ აფხაზეთის ჩემპიონატზე გამოსვლას და კიდევ პირველი ადგილის დაკავებას. ყველას ულოცავ, იმანაც ბევრი მათაც ბევრი იშრომეს და მეორეც და მესამე ადგილიც კაი არის, არა უშავ რა. მომავალშიც აიღებენ სხვა საპრიზო. ულოცავ დანარჩენის გუნდს აფხაზეთის ბასას პირველ ადგილზე გასვლას ულოცავ. ვიშრომებთ კიდევ ბევრს და შევეცდებით რომ შემდეგ ტურში პირველი ადგილი ავიღოთ. გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებით, სიგელებითა და თასით დააჯილდოეს. ჩემპიონატი ტარდება ყოველწლიურად და მისი მიზანია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია.